რითი ჯობია მონარქია რესპუბლიკას ის რომ 25% დაახლოებით ქვეყნებისა დედამიწაზე დღემდე სამეფო გვირგვინის ქვეშ არის და რომ ესენი არის ყველაზე კაი ქვეყნები, რომ ერთსულ მოსახლეზე შემოსავლით 10 უმდიდრესი ქვეყნიდან 6 მონარქია, რომ რევოლუციები და ყირაობები, მაგალითად არაბული ნახევარკუნძულის გაზაფხული რო ავიღოთ ეგრეთ წოდებული, რომელმაც წამოაყირავა ყველა რესპუბლიკა არაბული და ვერც ერთი მონარქია ვერ დაამხო. მაგალითად, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების მადლობა ღმერთს მერე გერმანია გახლიჩეს, მაგრამ იაპონია მარტო იმიტომ ვერ გახლიჩეს, რომ მონარქია იყო. მაგალითად, ის რომ 1984 წელს ხუნტა სამხედრო გადატრიალება ესპანეთში მარტო იმიტომ ვერ შედგა, რომ ხუან კარლოსი გამოვიდა და უთხრა სალდათებს შეთრეულიყვნენ ბარაკებში. ანუ რა უპირატესობები აქვს მონარქიას რესპუბლიკასთან შედარებით? თუნდაც დღევანდელ ბრიტანულს, ბელგიურს, ესპანურს, რომელი ერთი ვთქვა არა. მონარქისტი ხართ? პირწავარდნილით სისხლით ხორცამდე და მიმაჩნია, მაგრამ ეს შეუძლებელია თუ ხალხი არ მოინდომებს. ანუ სანამ ხალხი აი ამ კომუნისტების მიერ ჩაბეჭდილ პრიმიტიულ შტამპებშია, რომ თავადებს მიწა უნდა მივცეთ, ეხლა ეგენი არჩია, ეს კრეტინიზმები რა. შვედი ხარჯავს 2 ევროს წელიწადში მონარქიის შენახვაზე. და იცის რომ უდიდეს ეკონომიას აკეთებს არჩევნებზე, ან 2 მოდელი გაქვს, ხო? ან პრეზიდენტი ყავს, ან მონარქი და პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქმეებს აკეთებს.